ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამშვიდობისა ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მიმდინარე სიახლეებით ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება, ასე რომ გვისმინეთ ყურადღებით. კლუბ ნოა-ნოაში გოგენ არტ პარტი მოეწყო, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ თავად ნოა-ნოა, გალერეა ნიუ არტი და საფრანგეთის საელჩო. საღამო ძალიან ორიგინალური გამოვიდა, სადაც ხატვრები ცოცხალ ნატურებს ხატავდნენ გოგენის ფერებსა და სტილში. მე ვფიქრობ, რომ საღამო შესანიშნავი გამოვიდა, იმიტომ რომ ხალხი ერთობა. ყველა თავისუფლად გრძნობს თავს, აინტერესებს სურათებსაც იღებენ აქ და მე მგონი საინტერესო გამოვა კიდე ყველაფერი წინა ის პროგრამა არ დაწყებულა. ბოლომდე, ამიტომ ჩვენ წარმოგიდგენთ ორ ლამაზეს ხალბატონს. თუ შეიძლება. იაგუგუშვილი. აქედან გამომდინარე, რახან გოგენი, რახან საფრანგეთი და 14 ივლისს არის საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული ბასტილიის აღების დღე, ჩვენ და ორმა ორგანიზაციამ მიმართა საფრანგეთის საელჩოს, რომელიც ჩაერთო ამ კულტურა ნებისმიერი ფორმით, ის იმ ფორმით თუ ამ ფორმით, მაინც მიგვაქვს ჩვენც აგერ 4 მონაწილე მხატვარი, ჩვენც მონაწილეობთ ხო ამაში. Ну რაღაც პოპულარიზაცია, რაღაც ფორმას ეხა პრინციპში უკვე გადამწყვეტი ნიშნობა რა აქვს. Ну რაღაცა ფორმით მიგვაქვს მაინც ეს პოპულარიზაცია ხდება. იგივე გოგენის და იგივე მუსიკის, იგივე აი ჩვენი ხატვრობის და სიყვარულის. აი როგორც ბადელმა გეგამ ბრძანა შვიდობის და სიყვარულის. სახელწოდებიდან მოდის. გოგენისთვის მიგვეძღვნა ერთი საღამო, ვინაიდან ნოა-ნოა, ანუ სურნელოვანი მიწა არის გოგენის ავტობიოგრაფიული წიგნის სათაური. ასევე ლოგო არის აღებული სკეჩების სერიიდან სახელწოდებით ნოა-ნოა. და თავიდანვე ჩვენ გვსურდა, რომ გოგენისთვის მიგვეძღვნა ერთი საღამო და ეს განვახორციელეთ. არტ კაფეში ახალგაზრდა შემოქმედის ნიკა თოფურიას ფოტო გამოფენა მოეწყო, სადაც რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი წარმოგვიდგინა. ეხლა კი სიუჟეტი ვნახოთ. ეს ჩემი არა და ჩემი საქმეა და ყველანაირად ვცდილობ რომ რაღაცა გავაკეთო და რაღაც იდეა განმოვხარციელო რა. დღევანდელი ექსპოზიცია გეტყვით, არის ტილო, საღებავი ფერები და რაღაც განცდები, რაც განმოტანილია შეძლების დაგვარად რა. ფოტოები არის იგივენაირად, კამერა, კადრი და რაღაც განცდა კი არა, შტაბეჭდილება რა.
როგორც წინა გამოშვებიდან გითხარით, 16 რაუნდში ნინო ქათამაძეს კონცერტი გაიმართება, სადაც კლუბი 1000 ვარდით მოეწყობა. ინფორმატორმა სწორედ ეს 1000 ვარდი დააფიქსირა. ეს არის ის 1000 ვარდი, რომელიც დღეს მოვიტანეთ და დიზაინერები ახლა ამზადებენ ამ ვარდებს დღევანდელი კონცერტისთვის. შემდეგ ამას ჩვენ წავიღებთ 16 რაუნდში და დანარჩენ ნაწილს უკვე 16 რაუნდში გავამზადებთ. ამ 1000 ვარდით გაფორმდება მთელი კლუბი და ასევე როგორც დავპირდით, ყველა სტუმარს გადაეცემა ჩვენგან ერთი ვარდის თაიგული. სცენის დიზაინი მინიმალიზმის დონეზე იქნება გაფორმებული მაქსიმალურად. თვითონ ნინოს მოთხოვნა იყო, რომ არ იყოს სცენა გადატვირთული, რომ მოძრაობაში ხელი არ შეუშალოს. ეს და რაც შეეხება თაიგულებს, დამზადება თითო ვარდით 300 თაიგული და ყოველ შემოსულს გადაეცემა. ეს არის და ეს და ყოველი რაუნდის ქვეშ იქნება კომპოზიცია დაკიდებული ყვავილების. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.